საჯის ცოლმა ფეხბურთის წესების სამუდამოდ შეცვალა. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ფეხბურთში ყვითელი და წითელი ბარათები არ არსებობდა. საჯები ფეხბურთელებს სიტყვიერად აფრთხილებდნენ და ბლოკნოტში ინიშნავდნენ. ეს სხვადასხვა სახის გაუგებრობას იწვევდა განსაკუთრებით საერთაშორისო შეხვედრებში, სადაც ენობრივი ბარიერი არსებობდა. 1966 წელს ინგლისელი მსაჯი კენ ასტონი ლონდონის ქუჩებში სეირნობისას შუქნიშანთან გაჩერდა. შუქნიშნის ფერებმა მასშტაბაგონა იდეა, რომ ფერების სისტემის გამოყენება მსაჯების საქმიანობაშიც შეიძლებოდა. თუმცა ვერ მიხვდა ეს რა ფორმით უნდა მომხდარიყო. სახლში დაბრუნებულმა იდეა თავის ცოლს გაუზიარა. მოხერხებულმა ქალბატონმა ჰილდამ მუყაოსგან ბარათები გამოჭრა, წითელ და ყვითელ ფერებში შეღება და მეუღლეს შესთავაზა ფეხბურთელებისთვის ეს ბარათები ეჩვენებინა. ასტონმა მოგვიანებით ეს იდეა FIFA-ს კონფერენციაზე წარადგინა. სიახლე მოიწონეს და 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენეს. საინტერესოა, რომ ისტორიაში პირველი ბარათი გერმანელმა მსაჯმა საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოთამაშე ქართველ კახი ასათიანს უჩვენა. თუ არ იცოდი ეს ამბავი, გაუზიარე ვიდეო სხვებსაც.